ანგარიშვალდებულება ხალხის წინაშე. ჩვენ გვაქვს კითხვები. ისინი ვალდებულნი არიან გქონდეთ პასუხები. ჩვენი უფლება ვიცოდეთ. ჩვენი უფლება მათ ძალაუფლებაზე მნიშვნელოვანია. ჩვენ გვაინტერესებს სიმართლე. მათ უნდა აინტერესებდეთ ხალხის აზრი. ჩვენ ველოდებით გულახდილ პასუხებს. პირდაპირ საუბარი ეკაბერიძესთან ყოველ საღამოს მაესტროზე. საღამომშვიდობისა თქვენ უყურებთ პირდაპირ საუბარს ეკაბერიძესთან. მოხსენება მოდერნიზაციის შესახებ. ასე უწოდა პრეზიდენტმა თავის დღევანდელ გამოსვლას. მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ დღეს სწორედ ასეთი მოდერნიზებული საქართველო წარმოადგინა, რომელიც 2015 წელს 5 მილიონიანი ქვეყანა გახდება და რეფორმებს წარმატებით დაასრულებს. რას ნიშნავს გათვლები 2015 წლამდე? პრეზიდენტის ყოველწლიური გამოსვლის მთავარ აქცენტებზე ვისაუბრებ დღეს პაატა ზაქარიაშვილთან და ასევე მსოფლიოს მთავარ ახალ ამბავზე. დღეს საღამოს ეგვიპტის პრეზიდენტი ჰოსნი მუბარაკი გადადგა. გადაცემის მეორე ნაწილში კი თამარ ხიდაშელისგან შევეცდებით შევიტყოთ, რატომ ეკიდება ევროკავშირი უგულისხმობთ დემოკრატიულ რეფორმებს საქართველოში. თქვენ უყურებთ პირდაპირ საუბარს, პაატა ზაქარიაშვილია ჩვენი სტუმარი. ბატონო პაატა, მოგესალმებით. მოგესალმებით, დიდი მადლობა მოსვევისათვის. პირველ რიგში დავიწყოთ ეგვიპტის მოვლენებისგან. დღეს გადადგა პრეზიდენტი მუბარაკი, რასაც უკვე რამდენიმე კვირის მანძილზე ელოდებოდა ეგვიპტელი ხალხი და პრინციპში მთელი მსოფლიო. პირველ რიგში მაინტერესებს თქვენი აზრი იმის შესახებ, ნიშნავს თუ არა ეს ცალსახად დემოკრატიული პროცესის გამარჯვებას ეგვიპტეში? არა, ცალსახად დემოკრატიული პროცესის გამარჯვებას არ ნიშნავს, მაგრამ ნიშნავს ხალხის ნების გათვალისწინების პროცესის დაწყებას. მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ჯერ კიდევ ეგვიპტელ ხალხში, ისე როგორც ტუნისელ ხალხში არ არის დემოკრატიის ინსტიტუტების მიმართ ისეთი ნდობა და ისეთი მოთხოვნა, მაგრამ მათთვის ყველაზე მიუღებელი იყო ის დიქტატორული რეჟიმები, რაც ამ ქვეყნებში იყო და განსაკუთრებით ეგვიპტეში. ამიტომ მათ ყელში ამოვიდათ ყველაფერი ეს და რაც ყველაზე უფრო მნიშვნელოვანია ის, რომ დასავლეთმა დაუშვა და ამ შემთხვევაში მართლაც ამერიკის შეერთებულ შტატებმა დაუშვეს, რომ მათი და ხელისუფლება ანუ ის ხელისუფლება ეყრდნობოდა წლების განმავლობაში 10 წლების განმავლობაში ეყრდნობოდა დასავლური და განსაკუთრებით ამერიკული ინტერესები გაწირეს, რათა ხალხის ნება გამოითავისუფლებინათ. იმიტომ საბოლოო ჯამში ყველა ეს რეჟიმები საბოლოო ჯამში აღმოჩნდა ჯორჯ ბუშის მიერ საბოლოოდ ხელდასმული, რომელიც თავი ამოცანა იყო ყოფილიყო სტაბილურობა, ყოფილიყო პრო-დასავლური, პრო-ამერიკული ხელისუფლება და თუ ისინი სტაბილურობას, ეგრეთ წოდებულ სტაბილურობას ამყარებდნენ ქვეყანაში, არავითარი სხვა პრობლემები არ იყო და მუბარაკი მუდმივად სპეკულირებდა ისლამის ფაქტორით. აი ისლამი მოვა მე თუ არ ვქნა, ისლამი იყო ბუა. რის გამოც მუბარაკი ისე არ არის რეალურად ეს საშიშროება დღეს. საშიშროება არის, მაგრამ კიდევ უფრო გაზარდეს. ანუ ობამას გონივრულობა და წინდახედულობა არის ის, რომ აღმოჩნდა რომ ჩაცემენტებული პროცესები კიდევ უფრო არის წყლის ენერგია, თუ წყალი გამოკეტია აუცილებლად გახეთქავს. ამიტომ მათ შეეშინათ ისლამის ფაქტორიც და ამიტომ გამოანთავისუფლეს ეს, რათა ის უთქოს ისლამმა და მართული იყოს შესაბამისად და არ იყოს ისეთი აგრესიული და საფრთხის მოცული, როგორც არის მაგალითად ავღანეთში, როგორც არის მაგალითად ერაყში, როგორც ფეხსიკედებს ასე შემდეგ. რა მოხდა წუხანდელ შემდეგ თქვენი აზრით? მუბარაკმა თავის გამოსვლაში პრინციპში არანაირად არ დაადასტურა ის, რომ გადადგომას აპირებდა, პირიქით ის აპირებდა ძალაუფლების ნელ-ნელა გადაცემას. რა მოხდა, რა შეიცვალა, რამ გამოიწვია მუბარაკის გადადგომა? ანუ ჩაითვალა. თუმცა ეს ნება აგრესიული იყო უკვე დიდი ხნის მანძილზე. ალბათ ახლა მართლა არ ვიცი და ასე რომ ხოჩები ვიმსჯელოთ. მუბარაკმა ასე გუშინ განსაკუთრებულად გაუსვა ხაზი იმას, რომ ის არავითარ შემთხვევაში საერთაშორისო საზოგადოებრივების მოთხოვნებს არ დაემორჩილებოდა. კი ბატონო. აშკარად ჩანს, რომ მოხდა ძალიან სერიოზული ზემოქმედება, შიგნით ალბათ განიხილეს ეს ყველაფერი და როსთავარი არსებობდა ძალიან სერიოზული და მაბალანსებელი ფაქტობრივად არმია. რაც მაგალითად ჩვენთან არ არის სიტყვაზე. ჩვენთან სულ სხვა ინსტიტუტია მაბალანსებელი სიტყვა საზოგადოებრივი არსებობისა და არა. ფიქრობთ რომ არმიის როლი იყო გადამწყვეტი? იმიტომ რომ არმია მაიღო თავის თავზე როგორც გარანტურის როლი, რომ თუ მუბარაკი წავიდოდა და სულეიმანი ძალიან ცნობილი სამხედრო ძალოვანი სტრუქტურა წარმომადგენელია, მას ენდობიან დასავლეთში, ენდობიან ისრაელში და მათ ჭირდება დაბალანსება და მათ ჭირდება მდგრადი ურთიერთობა ახლო აღმოსავლეთში, განსაკუთრებით ისრაელთან მიმართებაში. ამ ფონზე მე მგონი რომ შიდა დაჯგუფებამ
ალბათ მიიღო გაწყვეტილება ჯობი ასე მოხდარიყო და დააჯერეს მუბარაკი, იმიტომ რომ მართლაც თქვენი არ იყოს ყოველთვის ჩემთვისაც მოულოდნელი იყო გუშინდელი განცხადების ფონზე დღეს ასეთი გადაადგილება წასვლა, ეგვიპტიდან არ წასვლა, მაგრამ ასავარია აშკარად ჩანდა საზოგადოების აგრესია იყო ყოვლის მომცველი. ყველას ეგონა რომ ხალხი დაიღალა, იმიტომ რომ მართლა განწყობა იყო, როგორც კი მუბარაკმა პირველი განცხადება გააკეთა, რომ მზადავარ წავიდე სექტემბერში, ამით საკმაოდ დიდი რაოდენობა მომენტიგებისა ჩამოცილდა თქვენს, მაინც მიდის და დავისვენოთ. მერე ამას მოყვა უკვე რომ გადასცა უფრო მოსილებების მნიშვნელოვანი ნაწილი სულეიმანს. კიდე მომენტიგების გაკომაცვლად კიდე უკეთესი და კიდე ჩამოცილდა. ამასობაში შეიცვალა ნოტები დასავლეთშიც, ანუ მშვიდობიანი გადაცემა და შემდეგ ამ ფონზე მუბარაკმა დაიჯერა რომ რაღაც სიტუაციას მართავს, მაგრამ აღმოჩნდა რომ ხალხის ნება უფრო არის კაფეო და ცალსახა. ამიტომ ეს არის როგორც ჩვენ გილოცავდნენ ოდესღაც 2003 წელს 4 წელს რევოლუციელი მსოფლიო რევოლუციას და იმ იმედით რომ მე იქ სხვაგანაც მოხდებოდა, მეც ულოცავ ეგვიპტელ ხალხს ამ წარმატებას და დარწმუნებულია რომ ქართული ხალხი დაიჯერებს თავის ზალას ეხლა მაინც და დაიჯერებს იმას რომ ყველაფერს ამერიკა არ მართავს, თუ ხალხის ნება მართავს. და შესაბამისად თუ არის შესაძლებელი საქართველოსთან პარალელის გავლება ვარდების რევოლუციას გულისხმობ მე. პარალელის რევოლუცია არა, უნდა გავალ პარალელი მომავალ საქართველოსთან. იმიტომ რომ ანუ არ ეთანხმებით დავით ბაქრაძეს, რომელმაც განაცხადა რომ იმ პერიოდის მოვლენებთან ეს დოზებით უნდა მიიღო. ეს არის ის რეფორმები არ დადგა, რის გამოც ხალხმა გაისწრუნა შევარდნაძე. ფაქტობრივად შევარდნაძის მაგივრად მოვიდა ახალგაზრდა შევარდნაძე. მოდერნიზაციაზე ლაპარაკობს. აი მოდერნიზირებული შევარდნაძე მოვიდა. ფაქტობრივად სააკაშვილმა შემოგთავაზა ჩვენ მოდერნიზირებული საბჭოთა აი რუსეთი პუტინს აქვს განვითარებული საბჭოთა და ჩვენთან არის მოდერნიზირებული საბჭოთა ანუ პუტინთან არის ბრეჟნევის განვითარება და ჩვენთან არის გორბაჩოვის განვითარება. აი ეს ორი მიმართულება. ამიტომ აშკარად ხალხს უნდა მეტი, ხალხს უნდა მართლა დემოკრატია ჩვენზე ვლაპარაკობ უკვე. ჩვენთან უფრო მეტი მოთხოვნილება დემოკრატიაზე, ვიდრე თქვენ კითხვა დასვით პირველ კითხვას, სადაც ამდენ მზად არის ეგვიპტე იყოს ეგვიპტელი ხალხი დემოკრატია. თუმცა ეს პროცესები ეგვიპტეში სწორედ იმ ახალგაზრდულმა ფრთამ დაიწყო, რომელსაც დასავლეთში ჰქონდა მიღებული განათლება და რომლებიც თავარი მიზანი სწორედ დემოკრატია. ხალხი სოციალურმა საკითხებმა გამოიყონა ქუჩაში და არა იმ ლოზუნგება და იმ მოლოდინება, რაც ჰქონდა ამ ახალგაზრდებს, რომელსაც მართლა საფრანგეთში თუ ევროპაში მიიღეს განათლება და უნდა დაახლოებით ის. ნებისმიერ შემთხვევაში აშკარად ჩანდა, რომ პროვოცირება მოხდა სოციალურ საკითხებმა მოახდინეს პროვოცირება და გამოსავალი შესაბამისად დემოკრატიულმა ღირებულებების მატარებელმა ჯგუფმა. ანუ დააგვიანა ისლამმა. თუმცა პასუხისგებლობა თქვენ თქმის არ იყოს, აიღოს სწორედ არმიამ, შეიარაღებულმა ძალებმა. არმია იმედია რომ არ ჩერდება პოლიტიკაში. აი ეს არის საინტერესო, ანუ დაუშვათ თურქეთში, სადაც ასევე არმიას აქვს გარკვეული პასუხისგებლობები, ის თამაშობს პოზიტიურ როლს იმისთვის, რომ ფუნდამენტალიზმი არ გაძლიერდეს. თქვენი აზრით როგორი იქნება შეიარაღებული ძალების როლი? ეგვიპტეში ყოველთვის არმია იყო წამყვანი, ეს პირველ შეთხობა არ არის. თავდაცვაზე არმიამ გადაარჩინა ეგვიპტე სოვიეტიზაციისაგან. საბჭოთა კავშირი ძალიან დიდი გავლენა ჰქონდა ეგვიპტეში და პრაქტიკულად თითქმის ჩაიჯიბა კიდევაც ეგვიპტე რომ არა სამხედრო გადატრიალებები და შემდგომ უკვე არმიის მიერ იყო განხორციელებული. ანუ არმია როგორც თურქეთში, აქაც გარკვეულ ჭრდილში იდგა, მაგრამ ჩანდა, კაფეო ჩანდა მისი ჭრდილი. და ეს არის რა თქმა უნდა ამ კრიტიკულ სიტუაციაში ავანსენაზე გამოვიდა ძალიან ეფექტურად, ძალიან ღირსეულად არჩეულია პოლიტიკაში და ეს არის მართლა სასიამოვნო ის იმსახიარება, რომ რაღაც პროდასალური ელემენტი შესული იყო როგორც თურქულ სინამდვილეში ისე ამ შემთხვევაში ეგვიპტის სინამდვილეში არმიის სახით, რომელიც დაკომპლექტებული იყო პროდასალური აზროვნების ოფიცრებით და მათ მიიღეს საბოლოო ჯამში გაწყვეტილება არ ჩარეული იყვნენ პოლიტიკაში, შეეწყოთ მდგრადი თქვათ ასე სიტუაცია ყოფილიყო მდგრადი, რათა არ გადაასდენილიყო რაღაც უკიდურესობებში. ანუ იქცევა დღეს ეგვიპტეში რეალურად არმია იმის გარანტად, რომ ფუნდამენტალიზმის საფრთხე აიცილოს ქვეყანამ თავიდან. მე მგონი კი დღეს ნამდვილად ესე იქნება, მაგრამ მომავალში იქნება ძლიერ სათქმელი იქნება. ანუ ჩატარდეს დემოკრატიული არჩევნები აჩვენებს სად არის ამ შემთხვევაში ისლამური ფაქტორი ეგვიპტეში. იმიტომ რომ დღეს ნამდვილად აშკარად დააგვიანეს და აშკარად ვერ მოატყუებს ხალხს ისლამური ფაქტორი, ძმები, მუსულმანი ძმები, რომ ჩვენ ვართ რაღაცა. იმიტომ რომ აშკარად მათ დააგვიანეს და სულ სხვა რამეს თავაზობდნენ ეგვიპტელებს და ირანის ჩართულობას ეხლა მიტინგები ტარდება და აჰმადინეჯადი რაღაც მოუწოდებს ანტიამერიკულ რაღაც ანტიევროპულ ნაბიჯების გადადგმას, მაგრამ საზოგადოებაში ეს გაწყობა არ არის. მაგრამ სულ არაფერი გამორიცხული არ არის, მაგალითად როგორ აიქნება სიტუაცია 3-4 წლის შემდეგ. თუ ისევ გაგრძელდა აკრძალვები ისლამისა, შეიძლება კიდევ უფრო გაძლიერდეს. ანუ მთელი ტრაგედია არის ის, რომ აკრძალვებს არაფერი კარგი არ მოაქვს. ბუად გამოცხადება ისლამისა, როგორც ჩვენ ვაცხადებთ ბუად რუსეთს და ამიტომ არ იქადა რუსეთი მოდის და არ შეიძლება რომ მეწავიდეს სააკაშვილო როგორც ეუბნება დასავლეთს, ხო? აღმოჩნდა რომ არა, თავარი არ არის შენ ხარ თუ ვინ ახარ, თავარი ხალხის ნება როგორია. და კიდევ ერთი შეკითხვა, ბატონო პატა, ეგვიპტესთან დაკავშირებით დრო არც ისე ბევრი გვაქვს. მაინტერესებს თქვენი აზრით,
რა რეზონანსი ექნება ეგვიპტის მოვლენებს? ანუ რა გამოძახილს პოვებს დანარჩენ მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ეგვიპტის მოვლენები დასრულდება პალესტინის სახელმწიფოს შექმნით, სადაც 4-5 წლის შემდეგ. ეს იქნება ყველაზე სერიოზული შედეგი ეგვიპტის მოვლენებისა, სადაც 4 წლის შემდეგ ალბათ, იმიტომ რომ ასე აიოლად არ იქნება სახელმწიფოები, როცა შეიქმნება პალესტინის სახელმწიფო, ყველა ექსპერტი იმ სპეციალობის იტყვის, რომ აი პალესტინის სახელმწიფოს ჩამოყალიბების შექმნის შეუქცევადი პროცესი დიდი ხანია დაწყებულია 40 წლებიდან, მაგრამ შეუქცევადი პროცესი დაიწყო სწორედ ეგვიპტის მოვლენების შემდეგ. მე მგონი, რომ ამას მივიღებთ საბოლოო ჯამში, ეს იქნება არსებითი და ცვლის პან-არაბულ სახელმწიფოში ვითარებას და შემოდის პირველი დემოკრატიული ტალღა ამ პან-არაბულ სახელმწიფოში, რომელიც სერიოზული რეფორმების იქნება საწინდარი და სადღაც 7-8 წლის შემდეგ მე მგონი, რომ ახალი ტალღა წავა, სადაც უკვე შეიძლება უფრო მეტად რეალური დემოკრატიული პროცესები წავიდეს, აი მაგრებში განსაკუთრებით, რომელიც ახლოს არის ევროპასთან, თქო, მასშტაბში ჯერ კიდევ პრობლემები ჯერ კიდევ შუა საუკუნეები იქ და იქ დაწუნებული ვარ, იქ დემოკრატიასთან ძალიან შორს არიან. დღეს ლოკალურადაც საკმაოდ ბევრი საინტერესო მოვლენა ხდებოდა და ძალიან მინდა შევეხოთ პრეზიდენტ სააკაშვილის გამოსვლას. პირველ რიგში მაინტერესებს თქვენი საერთო შთაბეჭდილება მის დღევანდელ ანგარიშთან დაკავშირებით, ოღონდ ამ თემაზე საუბარს გავაგრძელებთ სარეკლამო ბლოკის შემდეგ, გადაცემაში რეკლამის დროა. თქვენ უყურებთ პირდაპირ საუბარს, პაატა ზაქარიაშვილია ჩემი სტუმარი. ბატონო პაატა, გავიმეორებ ჩემ შეკითხვას. მაინტერესებს თქვენი საერთო შთაბეჭდილება მიხეილ სააკაშვილის დღევანდელ გამოსვლასთან დაკავშირებით. ყველაზე მოსაწყენი იყო აი პირველ შთაბეჭდილება, ნაკლებად დატვირთული იყო ეს შოუთი, რაც უფრო მეტად გახალისებდა და რაღაცნაირად უფრო გიზიდავდა მის მოსმენა, ძალიან იყო მოსაწყენი და არასოური ერთი რეგიონის ლაპარაკი უკვე, განმეორება, მე გვინდა ყოველწელს უსმენ და შემდეგ ანალიზს ვაკეთებ, მე ხელში მე მაქვს ჩემი გაკრული დოსიე სააკაშვილზე ვიტყოდი ასე და მაგ ერთი გაუცადად არის სააკაშვილის ესენი ქვია რას პირდება და პირობები და მაგრამ უცებ 2015 წელს დაკავშირებით მან უკვე ახალი თარიღი დაგვიყენა და ერასაბოს 2007 წელს მარტში ჩვენი მიზანი 2010 წელს საქართველოს იყოს მაღალგანვითარებული ეკონომიკის მქონე ქვეყანა, სადაც უმუშევრობა პრობლემა აღარ იქნება, სადაც ყველას ექნება წარმატებისა და თვითრეალიზაციის საშუალება, სადაც მოქალაქეს და სახელმწიფოს იქნება დაცული და ყვავებული. ეხლა უკვე 10 წელი გადაგვიტანეთ 15 წელიწადში. ანუ მე ვიტყოდი რომ თუმცა ახლა დაპირებებით მეტად კონკრეტული იყო და შევეხებით ჩვენ. არა, კი ბატონო, მე უფრო კონკრეტულ დაპირებას, კი ბატონო. ადრე მანდარინის საზღვრავდი მიქონდა 1-6 წელს ამბობს ამას დეკემბერში. ადრე მანდარინის საზღვრავდი მიქონდა, ეგ გაწოდო სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის კონტრაბანდისტებს უტვირთავდით. მათ ვლადიკავკაზსა და სოჩი გადაგქონდა და მთელი ჩვენი საგარეო ვაჭრობა ეს იყო. ეხლა პარაფინირების პირობებში ნებისმიერი ციტრუსის გატანა მსოფლიოს ბევრ ბაზარზე შეგვიძლება, რადგან ქართული სოფლის მეურნეობის პროდუქტები ეკოლოგიურად სუფთა და შემდეგ ასე. ანუ ეხლა კიდე რა თქვა, ეხლა ჩვენი პროდუქტები არ იყიდება, იმიტომ რომ სეზონური არისო და ამიტომ საჭიროა დავასაწყობოთ. ანუ უამრავი ფაილს მოვიყვანე ციტატები, რომლებიც ეხმაურება ამას და თუმცა 2006 წლის შემდეგ ძალიან ბევრი მოვლენა მოხდა, იყო ოპოზიციის აქციები, ამიტომ კი ბატონო ეს აქციები ყოდა ხდება. ანუ ამიტომ აქ ახსნა ხელისუფლებას ექნება თუ რატომ? რა თქმა უნდა, ამიტომ 2015 წელს რა გარანტია, რომ არ იქნება მომავალი ავანტიურები. ეს სიტყვაზე მე გავაგრძელებდი ბატონ სააკაშვილის სიტყვას ხვანაირად, რომ თუ 2015 წლისთვის მაგალითად დამტოვებთ, მას ეს უნდა, მას კი არ დატოვებენ, ანუ მის პოლიტიკას, მის გუნდს მესმენია. ამას ნიშნავდა 2015 წელი. ანუ აქცენტირება ამ თარიღზე. იმიტომ რომ უკვე დაიწყო 2015 წელს ლაპარაკი. 2012 წელს მოვარჩენები, გინდათ 2015 წელს მიიღოთ ისაც შეგპირდით, 2012 წელს მეცითხმა ჩემ პარტიას. მე 2013 წელი მოვა ეს ხო ტექსტი იყო მთავარი? კაფეო, მე ასე წავიკითხე ზუსტად. ამიტომ და მე წავიკითხე სხვანაირად. გინდა დაძაბულობა 2015 წლამდე, გინდათ ავანტიურა, გინდათ პროვოკაციები, ამირჩიეთ მე. გინდათ რუსეთთან მუდმივი დაძაბულობა და მშვიდობის არ მოგვარება, ამირჩიეთ მე. გინდათ დევნილები არ დაბრუნდნენ, ამირჩიეთ 2015 წლამდე მე. გინდათ რომ იყოს აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი არ დავიბრუნოთ 2015 წლამდე ამირჩიეთ მე. იმიტომ რომ ყველაფერი რაც ვერ გააკეთა 2000 წლამდე იყო მისი ავანტურისული და ვოლუნტარული პოლიტიკის შედეგი და მას უნდა განაგრძოს, იმიტომ რომ ნებისმიერი თემა, რომელიც შეიძლება ავიღოთ და თქვა, რომ აი ამის გამო არ მოხდა, ვერ შედგა 2010 წელი, რასაც პირდებოდა 2006 წელს რა. ზუსტად ეს იყო მიზეზები ქართული მხრიდან არასწორი პოლიტიკისა და დღეს ეს პოლიტიკა გრძელდება. და სწორედ ეს არის ის რის გამოც უკვე დღეს მუბარაკს უარი უთხრა ამერიკამ, რომ არ გვინდა თქვენი სპეკულაციები, არ გვინდა თქვენი დაშანტაჟება. ქართველი ხალხის ნება ჩვენს უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე რუსი იქნება თუ ისლამური ბუა იქნება, საქართველოში იქნება თუ ეგვიპტეში იქნება. კეთილი გააკეთინებეთ და
ჩაატარა დემოკრატიული პროცესები, დემოკრატიული რეფორმები. მეგონი ანუ მიგაჩნიათ რომ სააკაშვილის გათვლები 2015 წლამდე შესაძლოა არარეალისტური იყოს? ხო, იმედი მაქვს, მარტო დაწუნებული ასე. ხოჩორსის დაგვირდა რომ 2015 წელს საქართველოს 5 მილიონიანი ქვეყანა გახდა. ეს ზღაპარია. და ეს არის მოამრავი სხვა ზღაპრებთან ერთად არის ზღაპარი, იმიტომ რომ ეს ასე არ იქნება, იმიტომ რომ არანაირი შანსები ამის არარსებობს, ეს არის ძალიან პრიმიტიული და ზედაპირული ზღაპარი. მაგრამ სწორია მთელი მისი გამოსვლა იყო სოციალისტური. ანუ ყველაზე შემაშფოთებელი არის რომ ფასების დასთან დაკავშირებით სიტყვაზე გვთავაზობთ ამაზე ოდნავ მოგვიანებით თქვენ უწოდეთ სოციალისტური, თუმცა თვითონ სააკაშვილმა მოხსენებას უწოდა მოხსენება მოდერნიზაციის შესახებ. და აქვე ახსნა რომ მოდერნიზაცია ნიშნავს სახელმწიფოს მიერ გატარებულ და გასატარებელ რეფორმებს, კომპლექსებისგან განთავისუფლებას, მსოფლიო მოქალაქეობას, საზოგადოებას თავისუფალი წევრებით, როდესაც საზოგადოება და პოლიტიკოსები ერთ მუშტად არიან შეკრულები. მან განაცხადა რომ საერთოდ დღეს წარმოადგინა მოდერნიზებული საქართველო. არ ეთანხმები? ეს არ არის მოდერნი, ეს არის რაღაცა სიტყვის რა ხარო. მოდერნიზაცია არის რა ვართ და რა ვიქნებით ამდენი ხნის შემდეგ. ანუ რა შედეგებზე გავალთ მაგალითად, როგორ იქნება საზოგადოების წყობა, როგორ იქნება მაგალითად კონსტიტუციური წყობა, კი ბატონო, როგორ იქნება ეკონომიკური პარამეტრები. მან თქვა რომ სოფლიოში ძალიან გაიზარდა ფასებიო. რატო არ თქვა, რატო გაიზარდა საქართველოში ყველაზე მეტად? თუმცა პირველად აღნიშნა დღეს მან რომ საქართველოში ლოკალური ფაქტორებიც მოქმედებს. აქამდე ის მხოლოდ მსოფლიო პროცესებს აბრალებდა პოსტსაბჭოთა სივრცეში საქართველოში ყველაზე მაღალი ინფლაციაა და პოსტსაბჭოთა სივრცეში ყველაზე მაღალი ფასების მზდა არის, ანუ ტემპები. აი ვერ შენიშნეთ გარკვეული დათმობები დღეს მის გამოსვლაში. მაგალითად ის რომ დღეს მან მეტი ისაუბრა სოფლის მეურნეობაზე ვიდრე ტურიზმზე. და მეგონი არა, მეგონი სწორედ რომ ჯერ სოფლის მეურნეობაზე ისაუბრა, სხვათა შორის ტურიზმზე კონკრეტულად დიდი დოზებით ადრე საერთოდ არ საუბრობდა პრეზიდენტი სოფლის მეურნეობაზე და მთავარ აქცენტს აკეთებდა ტურიზმზე. მაგალითად საერთოდ არ უხსენებია სამხრეთ-ოსეთის და აფხაზეთი. საერთოდ უხსენებია. სამაგერად არ უხსენებია. სამაგერად ძალიან საინტერესო განცხადება გააკეთა პრეზიდენტმა სააკაშვილმა, როდესაც მან ისაუბრა იმპერიის დაშლაზე და თქვა რომ იმპერიის დანგრევისას ჩვენ მარწუხები დროულად უნდა გადავჭრათ, რის შედეგადაც საქართველო იქნება მთლიანი. შეგვიძლია ჩავთვალოთ რომ ეს არის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის გეგმა სააკაშვილის. მაგრამ რა ფარგლებში იქნება? ამას ერთადერთი შემთხვევა იყო და შეიძლება სხვადასხვა მთელი დარბაზი წამოუდგა ფეხზე ხო გონი როგორც მახსოვს და ვინც წამოუდგა ფეხზე რას ფიქრობდა? საინტერესოა რომელ საქართველო იქნება მთლიანი, რომელ საქართველოზე ლაპარაკი? იმიტომ რომ რუსეთი ამბობს საქართველოს სხვა არისო. თუ ჩვენ ვამბობთ რომ რუსეთი არის ჩვენი ოკუპანტი არის, ის ხوانა საქართველოს ხედავს. ანუ რა საქართველოში, რამელ საქართველოს მოიაზრა სააკაშვილმა მთლიანად. მე ეჭვმეპარება რომ მას უკვე აფხაზეთი საფრთხეს დაღარდა. იმიტომ რომ საერთოდ არ უხსენებია ეს. და რასთავარია დევნილების სამარცხვინოთი ლაპარაკა თითქოს არავითარ გამოსახლება არ ყოფილა სამარცხვინო და იმ დოკუმენტებში სადაც კი დევნილების გამოსახლებაზე ლაპარაკი საერთოდ ლაპარაკი აღარ არის დაბრუნებაზე ლაპარაკია მხოლოდ ინტეგრაციაზე თუმცა დღეს მან გააკეთა აქცენტი იმაზე რომ ვერაფერი ვერ შეუცვლის დევნილებს იმ სახკას რომელიც მან დატოვეს ეს მან თქვა და ეს არის ტკივილი რომელიც მუდმივად ექნება დევნილებს დღემდე ცხოვრობენ საბერძნეთში ბერძნები რომელსაც ვერაფერი ვერ შეუცვლით ტკივილს რომელიც მან დატოვეს მათმა წინაპრებმა დატოვეს მაგალითად თურქეთი დღემდე ტკივად და დღემდე ცხოვრობენ და ის თურქეთის ისოფლები ქვია მაცოფლებს რომელიც დღეს საბერძნეთში აქვს. ანუ ეს მას არ უთქვია როგორ აპირებს აკეთებას და საერთოდ მას არ ულაპარაკია რას აპირებს აკეთებას აპირებს მაგალითად. შესაძლოა მნიშვნელოვანი იყო ძალიან შემოსფოთებელია მე მოვიტანე მისი ფიცი. ანუ ეს არის ერთადერთი სისხლის ეს პასუხისმგებლობის რა ქვია დოკუმენტია, რაზეც შეიძლება პრეზიდენტს სიტყვაზე გაასამართლო თუ მოინდომი. აი ძალიან მოკლე არის ფიცი და წავიკითხავ. მე საქართველოს პრეზიდენტი ღვთისა და ერის წინაშე ვაცხადებ, რომ დავიცავ საქართველოს კონსტიტუციას, ქვეყნის დამოუკიდებლობას, ერთიანობას და განუყოფლობას, კეთილსინდისიერად აღვასრულებ პრეზიდენტის მოვალეობას, ვიზუნებ ჩემი ქვეყნის მოქალაქეთა უსაფრთხოებისა და კეთილდღეობისათვის, ჩემი ხალხის და მამულის აღორძინებასა და ძლევამოსილებისათვის. რომელი ეს პუნქტი სრულდება თუ ყველა პუნქტში ჩვენ ვართ უკანსულა გვაქვს. ანუ მას შემდეგ რაც ის უკვე თავისთავად მეორე პრეზიდენტი ხო? ყველა პოზიცია შეიძლება ავიღოთ და ნახავთ ყველა ამ პოზიციებში გვაქვს უკანსულა. ამიტომ ასრულებს თუ არ ასრულებს ის თავის ფიცით, ქვია მიღებულ, ქვია თუ შეიძლება ასე ითქვას, უფლებებს, მაგრამ რასთავარია მოქალაქეთა უსაფრთხოებას. როცა მქონდა მას პირდაპირი ეთერი ქართულ ხალხთა საუბრისას გახსოვთ ალბათ, მას პირდაპირ კითხვა დაუსვეს ასაპირებს სომალელი მეკობრეების მიერ ქართული მოქალაქეების დატყვევაზე. ხმარგასა, ეხლა ხმარ ამოუყია. მის უკვე როგორც პრეზიდენტი ვალდებულია და ჩემი აზრით თუ რამეზე შეიძლება ეს ადამიანი გავასამართლოთ, სამართლებრივად ის არის ურდეს რომ თავის მოქალაქეებზე საერთოდ ხმას არ იღებს. არაფერს არ აკეთებს რათა იმისათვის რათა მოხდეს ამ ხალხის უბესა ქვია ბედის შემსუბუქება და ღმერთმა ქნას მალე განთავისუფლდნენ ისინი დაღმართული ფორმით. თუმცა დიდი ბოდიში შეგაწყვეტნებთ არსებობს ასე ვთქვათ კულუარული ინფორმაცია რომ საქართველოს მთავრობა მიდის მოლაპარაკებებზე ის გადაიხდის ნაწილს თანხისას გასანთავისუფლებლად ამ ადამიანების ხოლო ნაწილს დაფარავს საბერძნეთი. უნდა თქვას, უნდა ხმა მოიღოს მაგრამ როგორც პრეზიდენტმა. მაგრამ ხომ შესაძლებელია მან გააფუჭოს შედეგის თვალსაზრისით. აი ნახოთ ბუნებრივ ფულს გადაიხდიან.
ბუნებრივია, მაგრამ რაღაც ფორმით უნდა ხდებოდეს მთელი მსოფლიოში, ნახეთ, საფრანგეთის იტაცებენ მოქალაქეებს და სარკოზი გამოდის და მუდმივად ტარდება რაღაც ღონისძიებები. ეს არ არის. მეკრობებს სომალელებს გადაუხადებული და ჩაგაბერებენ აქეთ ხალხს. ისინი არაფერს არ ფუჭებენ, მათ თავარი ეს არ არის ვინას განაცხადებას გააკეთებს. მათთვის თავარი ფულის ჩარიცხვა და გადაცემა. ასე ყველა მთავრობები ასე მუშაობს, ატარებენ მოლაპარაკებებს და შემდეგ უკვე იხსნიან თავის მოქალაქეებს. არასდროს ამაზე ზრუნავენ, ამაზე მუდმივად ხას უსვამენ, რომ ჩვენ ზრუნავთ ჩვენს მოქალაქეებზე, ვაწარმოებთ რაღაც მოლაპარაკებებს, რაღაცები ხდება. აბსოლუტურად არის სიყრუე ამ მიმართულებით. ეს რაც შემაშფოთებელი და ძალიან დამაფიქრებელია. თუმცა ბატონო, თქვენ ბრძანეთ, რომ სააკაშვილმა დღეს არ ახსენა აფხაზეთ და სამხრეთ ოსეთის სამაგიეროდ 25 იანვარს მან რცლად ისაუბრა ამ თემაზე და თქვა, რომ ყოველ წელს მას აქვს უფლება, რომ განაცხადოს, რომ ქართული ხალხი შეხვდება აფხაზეთში. ეს არის ადამიანის განცხადება, რომელიც ევალება ტერიტორიულ აღდგენას, რომ ყოველ წელს განაცხადებს და ანუ ხალხომ დაივიწყეთ აფხაზეთ და სამხრეთ ოსეთი 100 წელი გავა, 100 წლის თავზე ყოველ წელს შეგახსენეთ, რომ აფხაზეთში დავბრუნდებით. ეს განცხადება რას აპირებს ის იმისათვის, რომ ყოველ წელს კი არა თქვას, რომ 10 წლის შემდეგ აფხაზეთს დავიბრუნებთ. დღეს რაღაც უნდა გავაკეთოთ. დღეს რაღაც უნდა კეთებოთ იმისათვის, რომ ყოველ წელს აფხაზეთს ვიბრუნებ. 20 წელია მე ამ სფეროში ვარ. 20 წელია მე მესმის ყოველ წელს აფხაზეთს დაბრუნება. მე ჯერ კიდევ მახსოვს 93-14 წლებში, როგორ ეუბნებოდნენ დევნილებს, რომ მზად იყავით სასას დაბრუნდებით აფხაზეთში. ანუ ეს განწყობა არის განწყობა არის სწორედ არაკომპეტენტურობისა და ასე ქვია, არაპროფესიონალიზმის ნიშანი, იმიტომ მას ეს იზმრება აფხაზეთი, ის ტირის აფხაზეთზე, ის პირდება ყოველ წელს აფხაზეთში დაბრუნებას, მაგრამ რას აკეთებს ამისათვის? ფაქტია, რომ ყოველ თვე რუსეთი ითვისებს აფხაზეთს და საფრთხეს. ყოველ თვე და არა ყოველ წელს. თუმცა ბატონო პაატა, ის რა თემებზე დღეს ისაუბრა პრეზიდენტმა, ანუ უმუშევრობა, ინფლაცია, ფასების ზრდა, არ ნიშნავს იმას, რომ მას ზუსტად ესმის ის, რაც დღეს არის მთავარი პრობლემა მოსახლეობის და მათ შორის დევნილებისთვის. ჩვენ ტრაგედია ესაა, სწორედ მას ესმის და არ აკეთებს არაფერს, იმიტომ რომ მას ხმე არ ამოუღია ვალებზე. მაგრამ ადეკვატური იყო თუნდაც ვერბალურად მე კარგად მახსოვს ბატონ სააკაშვილი, როცა იყო მინისტრი იუსტიციის და სულ ლაპარაკობდა ვალებს ასე შევრდნაძე იღებდა უცხოეთიდან და სულ ამაზე იყო აპელირება, რომ ძალიან ბევრი ვალებს ვიღეთ უცხოეთიდან, მე მოგვიწევს ამის გასტუმრება, იმიტომ რომ მეც მეხებოდა ეს და ამიტომ კარგად მახსოვს ამაზე დეტალები მე დავწერე რამოდენიმე წერილი შევრდნაძის წინააღმდეგ და ამაზე აგორდა მთელი ამბები. მოკლედ, საიდან მოდის ეს ფული? რო ვარ ღრმა ვალებში, ამაზე ხმას არ იღებს. ქვეყნის პირველი პირი არ ყვება არაფერს იმაზე, თუ რა ფორმით აპირებს ყველაფერს ამზაკეთებას. და როცა ამ ხელა ვალი აწევს საქართველოს და არა მარტო თვითონ, ჩვენი შვილიშვილებს მოუწევთ აი ამ ვალების გასტუმრება და ამაზე ლაპარაკი არ არის. ამიტომ მე მგონი, რომ ეს იყო ძალიან არაკომპეტენტური განცხადება და თვალში ნაცრი შეყრა და ეს იყო რა თქმა უნდა ძალიან თუმცა მან ამ თვალსაზრისით, ანუ ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით, საკმაოდ სწორი აქცენტები გააკეთა. გააკეთა აქცენტები იმაზე, რასაც მას ურჩევენ ექსპერტები. ყოველთვის ის აკეთებს სწორ აქცენტებს. ავიღოთ ნებისმიერი მისი ყოველწლიური მოხსნება და ყველგან სწორ აქცენტებს აკეთებს. ამ აქცენტებიდან გამომდინარე, მე ნაბიჯებს არ დავს შესაბამის. ანუ ძალიან ეფექტურად ვიღაცისთვის ჩემთვის არა, ვიღაცისთვის ეფექტურად აწოდებს თავს ან აჩვენებს, რომ მას ესმის მათი და ყველა გაიხსენეთ, რომ დევნილებთან იყო, ცემლიც კი წამოწდა, გამოუვარდა თვალიდან და ანუ რაღაც ესმოდა იმ დევნილის გაჭირვება თურმე, სადაც ქვია, ის იყო მე იმ დევნილებს არ ვიცი, მაგრამ სხვა დევნილებს რა უკნეს, მეორეჯერ მოუწყეს გამოძევება, როგორც რამშულობა სოხუმიდან გამომაგდებენ მე, თუ თბილისიდან გამომაგდებენ. ჩემი მაგდებენ და მყრიან ჩემი ნების საწინააღმდეგოდ. აფხაზი იქნება თუ ქართული იქნება, რა მნიშვნელობა აქვს ამას? ჩემი ღირსების შელახვის ფორმით ხდება ჩემი საცხოვრებელის დატოვება ჩემი ნების საწინააღმდეგოდ. ზუსტად ასე მოიხსნა დევნილები, როცა აფხაზიდან გამოდიოდნენ. ბევრი შეიძლება აფხაზი ასკი შეუვარდა სახში. შეეშინა წინასწარ და იმიტომ წამოვიდა კი შეუვარდნენ სახში და გამოყარეს სამართლინო ფორმებით. მოდით ბატონო პაატა, პოლიტიკურ ნაწილსაც შევიღოთ გამოსვლის და იმ აქცენტებს, რაც პრეზიდენტმა სააკაშვილმა სწორედ ამ ნაწილში გააკეთა. მან დაახასიათა პირველ რიგში ახალი კონსტიტუცია, როგორც პარტიებს შორის თანამშრომლობის საუკეთესო ვარიანტი და როგორც დოკუმენტი, რომელიც არ არის მორგებული ვიწრო პარტიულ ინტერესებზე. ეთანხმებით მას? პირიქით, მორგებული არის სწორედ რათა შეინარჩუნებული იქნას ის ხელისუფლება, რომელიც 2015 წლისათვის რაღაცას გვპირდება. მათ აშკარად უნდათ, რომ უკვე თვითონ ვერ იქნება პრეზიდენტი აშკარად ჩანს და ჭირდებათ გაყონ ხელისუფლება ისე, რათა დაბალანსდეს შიგნით შიდა პარტიულ კონტექსტში სიტუაცია. ეს ახალი კონსტიტუცია მორგებული არის ნაციონალურ მოძრაობაზე.
ბატონო სააკაშვილმა ამავედროს მისი მადლობა აქცენტი უთხრა. 2015 წელთან დაკავშირებით კონსტიტუციის ამ კონტექსტით მოხსენება ადასტურებს კიდევ ერთხელ იმას, რომ სწორედ პრემიერ-მინისტრის პოსტი სურს მიხეილ სააკაშვილს. არ ადასტურებს, თუმცა ამას წინას რომელიღაც უცხოურ გაზეთში განაცხადა, რომ ის წინააღმდეგი არ იქნებოდა, მაგრამ მე მაინც ჯერ კიდევ გონია რომ მაინც ალბათ პრემიერ-მინისტრი ვერ იქნებოდა, ძალიან რუსული იქნება ვარიანტი. იმიტომ ის ახლა ახალი ტალღიდან გამომდინარე და ის რომ უკვე სოფლიო დასავლური დემოკრატია არ პატიებს უკვე ამ ავტორიტარულ რეჟიმებს, თამაშობებს ხელისუფლების შეჩენისა, მე მაინც გონია რომ თვალსაჩინო პრორუსული ვარიანტი იქნება ეს. თუმცა მეორე მხარეც არის ბატონო პატა, მან სერიოზულ ეკონომიკურ რეფორმებზე ისაუბრა, რომლებიც სწორედ 2015 წლისთვის უნდა დასრულდეს და რადგან თავის თავზე აიღო ეს პასუხისგებლობა, პრინციპში ეს პასუხისგებლობა სწორედ პრემიერ-მინისტრის რანგის ჩინოვნიკმა შეიძლება აიღოს თავის თავზე. არა, გამორიცხული და არა დაუშვათ პარლამენტის თავმჯდომარემ. გამორიცხული არა, მაგრამ მან აიღო რაღაც გარკვეული მე მაინც გონია რომ რაღაც მან აიღო ვალდებულება რაღაც გარკვეული ჯგუფის სახელით არ გამორიცხავ მე ამას. ანუ მე არ გამორიცხავ რომ შეიძლება იყოს პრემიერ-მინისტრი, მაგრამ უფრო მეტად გონია რომ ის არ უნდა იყოს, იმიტომ რომ ძალიან თვალსაჩინო იქნება და მას ძალიან ჭირდება დასავლეთის მხარდაჭერა. ანუ მას ჭირდება დასავლეთ რაღაცა სახრავი გადაუგდოს, რომ რა გინდათ ხალხო, ეს ადამიანი ხო ხედავთ როგორ იქცევა. რო თქვას რომ მაგრამ ხომ შეიძლება მიხეილ სააკაშვილმა დაარწმუნოს დასავლეთი იმაში, რომ სწორედ ის არის ის ერთადერთი პიროვნება, ვისაც ეს რეფორმები შეუძლია ქვეყანაში განახორციელოს. და იყოს ასევე სტაბილურობის გარანტი ქვეყანაში. დასავლეთი ხო და იქნება? იმედი მაქვს, რომ მაშინ მაინც ქართული ხალხი ქვია, თამამად მოიქცევა და ღამღამობით სახში არ წავა სიტყვაზე, თუ არჩევნები გაუყალბეს და თუ მაგალითად მოხდა ის, რომ უკმაყოფილო იქნება ქართული ხალხი თავისი არჩევნებში მონაწილეობის იმ შედეგის არ მიღებით, რა შედეგისთვისაც ხალხი არჩევნებზე მივა. მე მგონია, რომ ესე ვერ შეინარჩუნებს ხელისუფლებას, რომ დასავლეთმა აპატიოს. თუ რა თქმა უნდა, გადაიფორმებს და ხალხი ხმას არ ამოიღებს, რა თქმა უნდა, დასავლეთი ყველა პრემიერ-მინისტრს აპატიებს და პრეზიდენტობასაც კი აპატიებს, თუ ეს მოინდომა, იმიტომ რომ ეს საქართველოს არ არის ის სახელმწიფო, სადაც სოფლიოს რაღაცები აინტერესებს. ყველა ხვდება, რომ ეს რუსული გავლენების სფერო, თუ გამოთავისუფლდები ხომ კარგი, დაგეხმარები, მაგრამ თუ რუსულ თამაშს თამაშობ, მაშინ რა თქმა უნდა, ძალიან გაგუჭირდება შენი მხარდაჭერა. გამოსვლის პოლიტიკურ ნაწილში პრეზიდენტმა ასევე აქცენტი გააკეთა ოპოზიციასთან საარჩევნო დიალოგზე, მიესალმა ამ დიალოგს, როგორც ხელისუფლებას და ოპოზიციას შორის, ასე ვთქვათ, კარგი ურთიერთობის მაგალითს. როგორ ფიქრობთ, რისთვის ჭირდება საერთოდ ხელისუფლებას ეს დიალოგი? არის ეს მორიგი პიარ აქცია, ასევე დასავლეთისთვის საჩვენებელი თუ რეალურ შედეგზე ორიენტირებული? ხოლოდ საქართველოში ყველა მიწის რა ხდება. მაგალითად, მან ორჯერ მაშინ რატომ იღებს ამაში ოპოზიცია მონაწილეობას? ხო, მაგალითად, მან ორჯერ შეაქო ოპოზიცია და ერთ შემთხვევაში, როცა შეაქო ოპოზიცია, მეორე გაამტყუნა. მაგალითად, მან შეაქო ოპოზიცია, რომელსაც ხარი დაუჭირა კონსტიტუციის მიღებას და ქრისტიან დემოკრატები იყვნენ, თუ არ ვთქვი, მეტი არა, ვინც ხმა მისცა კონსტიტუციას. და ამიტომ და გაკიცხა სხვა ოპოზიციური პარტიები, რომ თქვენ არ მონაწილეობდითო კონსტიტუციაზე ძალიან ბევრი დაკარგეთო. და მე უცებ აქებს იმ ოპოზიციურ პარტიებს, რომლებსაც არ მიიღო მონაწილეობა ახალ კონსტიტუციის შექმნაში, მაგრამ სამაგეროდ არიან იმ 8 პარტიის შემადგენლობაში და მუშაობენ წინა საარჩევნო გარემოს შესვლაში. ანუ ერთი და იგივე წყება ოპოზიციურ პარტიებისა, ჯერ გაამტყუნა, რომ არ მონაწილეობენ თანამშრომლობაში, შემდეგ აქ მას ჭირდება მუდმივად მანიპულირება დასავლეთის თვალში, რომ ოპოზიციასთან მის თანამშრომლობა და მაშინ ოპოზიციის როლი როგორია ასეთ შემთხვევაში? შთაბეჭდება ხდება თითქოს ერთი და იგივე ოპოზიციაზე საუბარი. არა, ქვია, ჩვენ რო ვიცით, ჩვენ როცა ვიცით, ის ამტყუნებს იმ ოპოზიციას, რომელიც მე აქებს. და აშკარად ჩანს ეს ჭირდება მხოლოდ რიტორიკული მეთოდებია, რათა დასავლეთის წინაშე გააფორმოს, რომ თითქოს საქართველოს არ დემოკრატიული და თანამშრომლობა ოპოზიციასთან არის მდგრადი შეუქცევადი. მაშინ ეს რას ნიშნავს, რომ ოპოზიცია თავის მონაწილეობით ამ დიალოგის პროცესში ლეგიტიმაციას აძლევს სააკაშვილის მიზნებს? არა, შეიძლება ესეც იყოს, მაგრამ მთავარი შედეგი არა მარტო ლეგიტიმაცია, რაც სააკაშვილს ჭირდება, არამედ მაგიდაზე უნდა დაიდოს რაღაც ცვლილებები საარჩევნო კოდექსისა. თამამ მაინც შეიძლება ითქვას, როგორც უნდა ცვლილებები იყოს, ის ფაქტი, რომ ოპოზიცია მიდის თანამშრომლობაზე, რათა დემოკრატიული ინსტიტუტები დაფუძნდეს, ეს არ არის ცუდი, ეს კარგიცაა, რასაც ნებისმიერი კანონი, რაც უნდა იყოს მიღებული ან დღევანდელი კანონის. თუ მოსახლეობა გამოდის არჩევნებზე 80%, ვერანაირი სააკაშვილის ხეთკები და მანიპულაციები ვერ უშველის მას, თუ რა თქმა უნდა 80% გამოსული არჩევნებზე, ამავე დროს არაძლევს ხმას ხელისუფლებას. ეს არის იმდენად შეუქცევადი პროცესი, რომ მას მოუწევს ფანტასტიკური გაყალბების განხორციელება, რაც ვერ შევრაძლებს აბაშიძე ვერ გააკეთა თავის დროზე. თუმცა თუ ხალხისთვის მართლა უკვე აუტანელია ის რაც ხდება დღეს საქართველოში, მას აქვს შვენიერი საშუალება ყოველგვარი მუბარაკის ვერსიის გარეშე, ყოველგვარი სისხლისღურის გარეშე, ყოველგვარი ხამისთებების გარეშე მიაღწიონ წარმატებას ნახევარი საათით არჩევნებში მისვლის დღეს. სააკაშვილმა ისაუბრა ასევე დიპლომატიურ გამარჯვებებზე, მან განსაკუთრებით გამოყო სიტყვა ოკუპაციის დამკვიდრება და ასევე საერთაშორისო იზოლაციის გარღვევა. ეთანხმებით ამას. არის ეს დიპლომატიური გამარჯვება? ეხლა ამ წუთში იმყოფება მოსკოვში იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრი და კაპიოთა ბოსო
ჩვენთვის მიუღებელია ის, რომ რუსეთმა ოკუპაცია მოახდინა იაპონიის კუნძულებისა, მიუხედავად ამისა, ჩვენ თანამშრომლობთ რუსეთთან. ევროკავშირის ტერიტორია ოკუპირებულია თურქეთის მიერ 40,000 თურქი ჯარისკაცი იმყოფება ჩრდილოეთ კვიპროსის ტერიტორიაზე. ოკუპირებულია კვიპროსის ტერიტორია. ანუ თავისთავად ოკუპაციის აღიარება არაფერს არ იძლევა, იმიტომ რომ არც დიპლომატიურ დონეზე. არც დიპლომატიურ დონეზე. ეს ხო გეუბნებით, პალესტინა გაეროს რეზოლუციით პალესტინა აღიარებული ისრაელის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიად. მერე შედეგი რა არის? ანუ ჩვენ ეს არის ტიპიური თვალში ნაცრის შეყრის ვარიანტი იყო ამ შემთხვევაში, რომ საზოგადოება შეუქმნით მითი. ცუდი არაა. კარგია რომ ვიღაცები ლაპარაკობენ საქართველოს ტერიტორიის ოკუპაციაზე, ნუ იგულისხმო რუსეთის ოკუპაცია გააკეთო. თქო, ჯერ ვერ წაიკითხავთ ვერსად რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის ოკუპაცია. ამას ვერ ნახავთ. რუსეთს და ოკუპაციას ერთ წინადადებას თქვენ ვერ ნახავთ ვერსად. მაგრამ ისიც კარგია რომ ამბობენ საქართველოს ტერიტორია არის ოკუპირებული და მოუწოდებთ მათ ჩვენ რომ მაგალითად განთავისუფლო მოხდეს ოკუპაციის ქვია. მაგრამ ამიტომ ესეც რომ მოხდეს, რომ შემდეგი ეტაპი იყოს, რომ რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაცია, ამით არაფერი არ იცვლება, იმიტომ რომ კვიპროსის მაგალითზეც, იაპონიის მაგალითზეც, პალესტინის მაგალითზეც ყველგან ყველას ეუნებიან მხარებს, იპოვეთ საერთო ენა. ჩვენ მეუბნებიან იპოვეს საერთო აფხაზებთან, იპოვეს საერთო ოსებთან. ჩვენ ამას არ ვაკეთებთ. მუდმივად გადაგვაქვს საკითხები ქართულ რუსულ დონეზე, რაც უკვე არსებობს სამწუხაროდ ჩვენი ხელისუფლების დამსახურებით და საერთოდ გამოდივართ ქართულ აფხაზურ და ქართულ რუსულ კონტექსტზე. საერთოდ კაცმა არ ახსენა საერთოდ, რომ არსებობს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის პრობლემა. და კიდევ ერთი ჩვენი საუბრის ბოლოს ბატონო პატა, ძალიან მოკლედ, როგორი ლიდერის გამოსვლა იყო ეს? ავტოკრატის თუ დემოკრატის? თუ შუაში მდგომის? დემაგოგის გამოსვლა იყო, აბსოლუტურად ფარისებრი დემაგოგის გამოსვლა. კარგი, დიდი მადლობა. მადლობა თქვენ. პატა ზაქარიაშვილი იყო ჩვენი სტუმარი, გადაცემაში რეკლამის დრო, რეკლამის შემდეგ თამარ ხიდაშელთან ერთად დავბრუნდებით. თქვენ უყურებთ პირდაპირ საუბარს, თამარ ხიდაშელია ჩვენი სტუმარი, ქალბატონ თამარ, მოგესალმებით პირდაპირ საუბრის სტუდიაში. გამარჯობათ, მოგესალმებით. ევროკავშირი უგულისხმობ ეკიდება საქართველოს დემოკრატიულ რეფორმებს. ასეთი განცხადება გააკეთეთ თქვენ რამდენიმე დღის წინ ბრიუსელში. პირველ რიგში მაინტერესებს, რას გულისხმობდით კონკრეტულად? იცით, ჩვენ გვქონდა საკმაოდ მაღალ დონეზე შეხვედრები, ასევე გვქონდა შეხვედრები საქართველოს საელჩოში და მე მგონი არ ვიყავი ერთადერთი, რომელსაც დამრჩა ეს განცდა, რომ ძირითადად აქცენტი კეთდება სწორედ სავაჭრო ეკონომიკურ ურთიერთობებზე, იმიტომ რომ საუბარი ძირითადად კეთდება იმაზე, რა მოთხოვნებს უყურებენ საქართველოს იმისთვის, რომ დაიწყოს ღრმა და ყოვლისმომცველი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებები და ასე შემდეგ, თუმცა დემოკრატიაზე აქცენტი იყო ძალიან ნაკლები. და რატომ ხდება ეს ასე? ანუ საქართველოს ტიპის ქვეყნებთან არის ზოგადად ასეთი ვითარება, რომ უფრო მეტად მათთვის საინტერესოა დაუშვათ ეკონომიკური ვითარება და ეკონომიკური ურთიერთობები? რატომ არის აქცენტი ეკონომიკისკენ და არა დაუშვათ დემოკრატიული რეფორმებისკენ? სამწუხაროდ ამ კითხვებზე პასუხი არ მიგვიღია, თუმცა ჩვენ უნდა ვიმსჯელოთ რა არის ჩვენი მოლოდინი ევროკომისიისგან, ევროკავშირისგან. ხო, უპირველეს ყოვლისა და ის აღნიშნეთ კიდევაც ჩვენი მოლოდინი ევროკავშირისგან, რატო გვინდა ევროკავშირთან დაახლოება და არა მაგალითად რუსეთთან. იმიტომ რომ ეს არის უპირველეს ყოვლისა, ეს არის დემოკრატიული ფასეულობები, ეს არის ეკონომიკა და მესამე ეს არის უსაფრთხოება. პირველ თემას რაც შეეხება და მესამე თემას რაც შეეხება, შედარებით უფრო, თქვათ, დაბალ დონეზეა მიდის საუბრები ამასთან დაკავშირებით, მაგრამ განსაკუთრებული ყურადღება მახვილდება ეკონომიკურ საკითხებზე. ალბათ, ევროკავშირი მთლიანად თავისთავად იყო დასაწყისში დასაბამი, ეს იყო ეკონომიკური გაერთიანება და ბუნებრივია მათი ინტერესები ამასთან დაკავშირებით. ჩვენი უბრალოდ შიში იმანაც გამოიწვია, რომ იმედგაცრუება, იმდენად მაღალი ხომ არ არის ევროკავშირისთვის, რომ მათ გადაწყვეტეს, რომ ამ თემებზე საუბარიც არ ღირს. ანუ ხელი ჩაიქნიეს საერთოდ დემოკრატიულ. რა თქმა უნდა, ეს არის ამ შემთხვევაში ჩემი სპეკულირება და მაშინ, როდესაც ჩვენ გვთხოვდნენ კონკრეტულ რეკომენდაციებს, რა შეიძლება გააკეთოს სამოქალაქო სექტორმა, რა შეიძლება გააკეთოს ევროკავშირმა, ჩვენი მხრიდან რეკომენდაცია სწორედ ეს იყო, რომ საქართველოს მთავრობას უნდა მიეცეს ძალიან ესეთი მკვეთრი პირობები, მაგალითად ის ვერ მიიღებს რაღაც კონკრეტულ ეკონომიკურ დახმარებას, თუ არ აჩვენებს ნათელ რეფორმას. ანუ რა ბერკეტებზე საუბრობთ ზეწოლის თვალსაზრისით. პირველ რიგში მაინტერესებს აი ესეთი ტენდენცია ევროკავშირის დამოკიდებულებაში საქართველოს მიმართ. თავიდანვე ასეთი იყო თუ შეიცვალა და ამან გამოიწვია დაუშვათ შეშფოთება? თავიდანვე ნაკლები აქცენტი კეთდებოდა დემოკრატიის განვითარებაზე? არა, მთელი ამ წლების განმავლობაში თავისთავად საქართველოს ევროკავშირის ურთიერთობაში არსებობს რამდენიმე ფუძემდებლური დოკუმენტი, რომელი დოკუმენტის მიხედვითაც როგორც წესი ვითარდება ხოლმე ურთიერთობა. უპირველეს ყოვლისა ეს არის ევროპის სამეზობლო პოლიტიკის სამოქმედო გეგმა, სადაც პრინციპულად გაწერილი არის საკითხები, რა რეფორმები უნდა გაატაროს საქართველოს იმისთვის, რომ თქვათ ეტაპობრივად მოხდეს. ანუ იქ არის მეტი კონკრეტიკა ამ თვალსაზრისით. იქ არის, რა თქმა უნდა, არის მეტი კონკრეტიკა.
მაგრამ ევროპის სამეზობლო პოლიტიკის ფარგლებში ასევე გაჩნდა ახალი ინსტრუმენტი აღმოსავლეთ პარტნიორობასთან დაკავშირებით და აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში თანამშრომლობა ორმხრივ დონეზე საქართველოსა და ევროკავშირის შორის ძირითადად მიდის სწორედ ეკონომიკურ საკითხებზე. სწორედ ამან გააჩინა ჩვენი კითხვები, რომ როდესაც ეკონომიკასთან დაკავშირებით, მაგალითად ღრმა და ყოვლისმომცველი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებასთან დაკავშირებით, ჩვენ ზუსტად ვიცით, რას თხოვს ევროკავშირი საქართველოს. მაგრამ რაც შეეხება დემოკრატიზაციის მიმართულებით, ესეთი, ასე ვთქვათ, ნიშნულების ასეთი მკაფიო არ არის. ანუ რას თხოვს მაგალითად რა შემთხვევაში ჩათვლის ევროკავშირი, რომ საქართველოს კონკრეტულ შედეგს მიაღწია, ხო? აი ესეთი ნიშნულები მკაფიო არ არის და ჩვენი ერთ-ერთი რეკომენდაცია ევროკავშირისთვის სწორედ ეს იყო. რა ბერკეტები აქვს ევროკავშირს, წეგან თქვენ უკვე დაიწყეთ ამ თემაზე საუბარი, რომ ამ მიმართულებით ზეწოლა მოახდინოს საქართველოს და რაც თავარია სურვილი თუ აქვთ ამის? იცით რა არის სურვილი და არის თუ არა ევროპაში პოლიტიკოსები, რა თქმა უნდა, განსაკუთრებით ბრიუსელში ოფიციალური ელიტის წარმომადგენლები, როგორც წესი, ძალიან თავშეკავებულები არიან და ძნელია, ვთქვათ, მათი მიზნების და განზრახვების ამოკითხვა. თუმცა რაც შეეხება რა ბერკეტები შეიძლება გამოიყენოს ევროკომისიამ, ისინი შეხვედრებზე ცალსახად აღნიშნავდნენ ერთ რაღაცას. მაშინ, როდესაც ევროპის სამეზობლო პოლიტიკაში ხდება სხვადასხვა ქვეყნების მიერ მიღწეული შედეგის გადასინჯვა, გადახედვა, როგორც წესი, საქართველო არის ერთ-ერთი ქვეყანა, სადაც ყველაზე მეტი აქტიურობა შეიმჩნევა. ეს არის საქართველოს მთავრობის დამსახურება, რომელსაც შეუძლია მაგალითად ევროკომისიას აჩვენოს, რომ მან მიიღო 100-მდე კანონი, მან გაატარა ამდენი რეფორმა, გარდაქმნა პოლიცია, სასამართლო ხელისუფლება და ასე შემდეგ. ანუ ევროკავშირისთვის, რომელიც შედარებით შეიძლება რაღაც საკითხებში ოდნავ ფორმალურად და ზედაპირულად უყურებდეს, რაღაცეები მისაღებია. ისინი გეუბნებიან მაგალითად, როდესაც გაქვს საუბარი, გეუბნებიან, რომ მაგალითად სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით რა კითხვის ნიშნები გაქვთ, იმიტომ რომ ჩვენ საქართველოს ხელისუფლებისგან მუდმივად გვესმის, რომ მაგალითად სასამართლო რეფორმა დამთავრებული არის. მაგალითად, ყველამ ვიცით, რომ ქვეყანაში აღმოიფხვა კორუფცია და ასე შემდეგ. ჩვენი მთავარი რეკომენდაცია, რაზეც დავიწყე საუბარი, არის ის, რომ უპირველეს ყოვლისა ევროკავშირი, ევროკომისია უნდა ჩავიდეს უფრო ღრმად ყოველ კონკრეტულ რეფორმასთან დაკავშირებით. მან უნდა მოითხოვოს კონკრეტული შედეგები, მაგალითად სასამართლო, რომელიც ჩემთვის განსაკუთრებით მტკივნეული არის. არ შეიძლება ევროკავშირი მარტო იმით დაკმაყოფილდეს, რომ მოისმინოს საქართველოს მთავრობის განცხადება, სადაც ისინი ამბობენ, რომ შენობები რეაბილიტირებული არის, რემონტი არაჩვეულებრივად არის გაკეთებული, შეიქმნა სკოლა, მოსამართლეები გადამზადებულებია და ასე შემდეგ. მათ უნდა მოითხოვონ კონკრეტული გამომართლებელი განაჩენების რაოდენობა. მათ უნდა მოითხოვონ მოსამართლეების სახელები და გვარები, რომლებიც დისციპლინარული დევნის საფუძველზე გათავისუფლდნენ. უნდა მოითხოვონ მიზეზები, უნდა მოითხოვონ რატომ არის იუსტიციის უმაღლესი საბჭო პოლიტიზირებული, მედიასთან დაკავშირებით ის, რომ შემოგვაჩეჩეს ფორმალურად კანონპროექტი და ჯერჯერობით ამ კანონპროექტთან დაკავშირებით ძრვა არ ყოფილა, რითი აიხსნება. რა თქმა უნდა, აპირებს თუ არა მედიის მაგალითად მფლობელების გამჭვირვალეობის გარდა ფინანსურ გამჭვირვალეობაზე საქართველოს ხელისუფლებას საუბარი. დავინახავთ თუ არა საარჩევნო კოდექსთან კონკრეტულ გამოსავლებს. რეალურია ის, რომ ჩავიდნენ ასე ღრმად ამ საკითხებში? არის ეს მათთვის ასეთი მნიშვნელოვნების მატარებელი? ჩვენთვის არის. მოვიფიქრებ, რომ სამოქალაქო სექტორი, ჟურნალისტების დანიშნულება სწორედ ეს არის, არასამთავრობო ორგანიზაციების დანიშნულება სწორედ ეს არის, რომ ჩვენ უნდა მივაწოდოთ მათ ძალიან ნათელი სურათი, რა ხდება რეალურად საქართველოში. რამდენად რეალური არის ეს რეფორმი და შემდეგ ვთხოვოთ, მაგალითად, ერთ-ერთი ბერკეტი, რაც შეიძლება ევროკომისიამ საქართველოსთან მიმართებაში გამოიყენოს, ეკონომიკურ დახმარებასთან დაკავშირებით. ევროკომისია შეუძლია თქვას, რომ საქართველოს ხელისუფლება მაგალითად ვერ მიიღებს ამ რაოდენობის დახმარებას, სანამ ის არ მაჩვენებს კონკრეტულ პროგრესს ამა თუ იმ მიმართულებით, დემოკრატიზაციის ხარჯზე. ხდება ასე რომელიმე სხვა ქვეყანასთან მიმართებაში, თუ გაქვთ ინფორმაცია? იცით რა არის რომ მსგავსი ბერკეტი დაუშვათ გამოყენება. როგორც წესი, ევროკავშირი ეს არის ქვეყანა, რომელიც, ვთქვათ, როგორც დემოკრატიულ ფასეულობებზე დგას, რომელსაც ასევე ეკონომიკური მიმართულებების განსაკუთრებით მნიშვნელოვანი არის. მაგალითად, ბელორუსთან დაკავშირებით ჩვენ დავინახეთ, ხო? ბელორუსიაც აღმოსავლეთ პარტნიორობის ერთ-ერთი მონაწილე ქვეყანა არის, სადაც ევროკავშირმა ძალიან ნათლად უთხრა და ამ შემთხვევაში ეკონომიკურ მიმართულებებისთვის არ მიუქცევიათ განსაკუთრებული ყურადღება, დემოკრატიზაციასთან დაკავშირებით პირდაპირ უთხრეს, რომ სანამ არ დაინახავენ კონკრეტულ პროგრესს ბელორუსიასთან, თქვათ, საუბარი კონკრეტულ მიმართულებებით აღარ გაგრძელდება. ანუ ჩვენ ამის მაგალითები ნამდვილად გვაქვს. აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამა ცნობილია, რომ არანაირ ვალდებულებებს მთავრობისთვის არ მოიცავს. არის თუ არა ეს ნაკლი ამ პროგრამის?
ვალდებულებებს მოიცავს. აღმოსავლეთ პარტნიორობა ითვალისწინებს როგორც ორმხრივ, ასევე მრავალმხრივ ურთიერთობებს. მრავალმხრივ ურთიერთობებში იგულისხმება თანამშრომლობა საქართველოსა და პარტნიორ ქვეყნებს შორის. ეკისრება მთავრობას რაიმე კონკრეტული ვალდებულება? კი, რაც შეეხება ორმხრივ ურთიერთობებს ევროკავშირთან, საქართველოს სახელმწიფოს ვალდებულებები ეკისრება. ამ შემთხვევაში ძალიან კონკრეტული არის ღრმა და ყოვლისმომცველი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება და ასოცირებული შეთანხმება, სადაც იმისათვის, რომ მაგალითად ღრმა და ყოვლისმომცველი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებაზე მოლაპარაკებების დასაწყებად საქართველოს მთავრობას ძალიან კონკრეტულ, ასე ვთქვათ, პირობებს უყენებენ და ეუბნებიან, სანამ პირობები არ შესრულდება, მანამდე მოლაპარაკებები არ დაიწყება. ჩვენი გულის ტკივილი და წუხილი სწორედ იმან გამოიწვია, რომ ასეთი მკაცრი არ არის ევროკავშირი დემოკრატიასთან დაკავშირებულ საკითხებში. დღეს გქონდათ ვიცე-პრემიერთან შეხვედრა ამ თემებთან დაკავშირებით. თუ ისაუბრეთ აი დემოკრატიის პრობლემებზე? დემოკრატიის პრინციპში დღეს საუბარი უფრო იყო აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის ეროვნულ პლატფორმასთან დაკავშირებით და ამ პლატფორმას რა მიზანი აქვს. ეს უბრალოდ გაცნობითი ხასიათის იყო, თუმცა ბარამიძემ ჩემთან ურთიერთობაში რამდენჯერმე ახსენა, რომ როგორც ჩანს საქართველოს მთავრობა საკმაოდ მტკივნეულად მოხდა ბრიუსელში ჩვენს მიერ გაკეთებული განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ დემოკრატიზაციასთან დაკავშირებით ევროკავშირიც ამ თემას ნაკლებად ყურადღებას უთმობს. მან უბრალოდ თქვა, რომ ამ თემის აფიშირება შეიძლება არ ხდება, მაგრამ ჩვენ ამ თემებთან დაკავშირებით ვმუშაობ. მაგრამ ყველანი აქ ვცხოვრობთ და ვიცით, რომ ამ მიმართულებით პროგრესი ნამდვილად არ შეინიშნება და ჩვენ შეგვიძლია და გვისაუბრია და შეგვიძლია კიდევ ძალიან ბევრი ვისაუბროთ, რომ პროგრესი თვალსაჩინო დემოკრატიზაციის მიმართულებით სამწუხაროდ არ გვაქვს. როგორი შეიძლება იყოს სამოქალაქო სექტორის როლი ამ შემთხვევაში, თუნდაც იგივე პლატფორმის? კონკრეტულად რა შეიძლება გააკეთოთ? ამ შემთხვევაში სამოქალაქო სექტორის როლი არის ძალიან მე ვფიქრობ, რომ ნათელი და ევროკავშირიც ამას ძალიან ისე თქვი ნათელი და მკაფიო როლის მატარებლად ხედავს. ჩვენ გვქონდა შეხვედრები ასევე კომისარ ფულესთან, რომელიც პირდაპირ განაცხადა, რომ მისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რაც გააკეთებს სამოქალაქო სექტორი უშუალოდ ქვეყნის შიგნით მთავრობასთან ურთიერთქმედებაში. მისი განცხადებით და ამ პოზიციას მთლიანად ვიზიარებს, სწორედ სამოქალაქო სექტორი უნდა იყოს მთავარი განსაზღვრელი მონიტორინგის სფეროში, რეკომენდაციების მიწოდების სფეროში და შემდეგ მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება ბერკეტად გამოიყენო ევროკავშირი, რომელსაც შეუძლია თავისუფლად პოლიტიკური გავლენა მოახდინოს. თუმცა რამდენად გაითვალისწინებს არასამთავრობო სექტორის რეკომენდაციებს საქართველოს მთავრობა, რომელიც ხშირად დასავლეთის რეკომენდაციებს არ ითვალისწინებს და ამის არაერთი პრეცედენტი იყო უკვე. ამაში ძალიან სიმართლე რო გითხრათ, იმედით და ოპტიმიზმით გამსჭვალული ვერ ვიქნები, იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს მრავალწლიანი გამოცდილება მთავრობასთან ურთიერთობაში, რომელიც თქვათ იზიარებს რეკომენდაციების მხოლოდ გარკვეულ ნაწილს, დანარჩენ რეკომენდაციებთან დაკავშირებით ის ამბობს, რომ უბრალოდ ამასთან დაკავშირებით პოლიტიკური ნება არ არსებობს. თუმცა რა თქმა უნდა, მცდელობა დღეს. მაგრამ რეკომენდაციების 100%-იანი ასე ვთქვათ, გათვალისწინების გარანტია რა თქმა უნდა ჩვენ არ გვაქვს. თუმცა ქალბატონ თამარ, ფაქტია ისიც, რომ რაღაც გარკვეული ძვრები ხელისუფლების მხრიდან არის. დღესაც ისაუბრა ამაზე მიხეილ სააკაშვილმა, იგივე დაუშვათ საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებული მოლაპარაკებები, იგივე მედია გამჭვირვალობა, რომელიც მართალია დღეს არ უხსენებია, მაგრამ ფაქტია, რომ ეს პროცესი ასე თუ ისე უკვე დაწყებულია პარლამენტში. თქვენი აზრით, ეს არის რეალურად დემოკრატიისკენ გადადგმული ნაბიჯები და პოლიტიკური ნება, თუ არის ეს უბრალოდ პიარ აქციები, რაშიც ძალიან ხშირად ადანაშაულებენ ხელისუფლებას გარკვეულ კონკრეტულ ქმედებებთან დაკავშირებით? თქვენ ჩართული ხართ ორივე პროცესში? კი, ამ პროცესებში ჩვენ ჩართული ვართ. ჩვენ გარდა ამისა, გარდა ამ პროცესებისა ძალიან ბევრ პროცესებში ვიყავით ჩართული, რომლებიც სამწუხაროდ იმ შედეგებით არ მთავრდება, რა შედეგებითაც წინასწარ ვართ ხოლმე ახსოვსდი, მაგალითად იგივე კონსტიტუციასთან დაკავშირებით, სხვათა შორის კონსტიტუციასთან დაკავშირებით ძალიან ბევრი კითხვა დაისვა ბრიუსელში, იქაც ყველა საინტერესებს მე ვუსმენდი თქვენ საუბარს ბატონ ბარდაკარეიშვილთან, აპირებს თუ არა საქართველოს პრეზიდენტი და პრემიერ-მინისტრად არჩევას. ანუ ეს შეკითხვა არ ისმის მხოლოდ საქართველოში, საერთაშორისო წრეებში. კონსტიტუცია ასევე არის პრეცედენტი, როდესაც არ გაითვალისწინა ვენეციის კომისიის დასკვნის. არა მარტო ვენეციის კომისიის დასკვნა, არამედ საქართველოს ხელისუფლებამ არ გაითვალისწინა ძალიან ბევრი ოპოზიციური პარტიის შეთავაზება, ჯერ ერთი პროცესი დაყოვნებული იყო და კონსულტაციები გაგრძელებული იყო, ასევე არ გაითვალისწინა სამოქალაქო სექტორის და ექსპერტების რეკომენდაციები. ვის უსვამენ ამ კითხვას ქალბატონ თამარ, რაც შეეხება სააკაშვილის გაპრემიერებას? სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლების დამოკიდებულება აინტერესებდათ, რას ფიქრობს საქართველოს მოსახლეობა, აპირებს თუ არა
დაამყარა ბატონი მიხეილ სააკაშვილი პრემიერ-მინისტრობას. ამასთან დაკავშირებით პასუხი ალბათ ისეთივე არის, როგორც ნებისმიერ ჩვენგანს ექნება, რომ ბატონ პრეზიდენტს უარყოფა, ცალსახა უარყოფა ნამდვილად არ გაუკეთებია, მიუხედავად იმისა, რომ მას რამდენჯერმე დაუსვეს კითხვები ამასთან დაკავშირებით და ასევე კონსტიტუციის ის დებულებები, რომელიც გვაქვს რეალურად და რომელიც დღეს მივიღეთ, პირდაპირ გვაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ მაშინ, როდესაც დებულებების უმრავლესობა ძალაში შედის, სწორედ საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ და არა საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, რაც გაცილებით უფრო ლოგიკური იქნებოდა, უბრალოდ ეჭვები მძაფრდება, ხომ არ ელოდებიან პრეზიდენტის მიერ საპრეზიდენტო ვადის ამოწურვას, რომ შემდეგ ის ლეგიტიმურად გახდეს პრემიერ-მინისტრი. ანუ დასავლეთში ეს ეჭვი რეალურად არსებობს. დასავლეთში ეს ეჭვი ისევე როგორც ქართულ საზოგადოებაში ნამდვილად არსებობს და ყველა ალბათ დიდი იმედით ველოდებით, რომ საქართველოში არ განმეორდება ის, რაც რუსეთში მოხდა, იმიტომ რომ ძალიან ბევრი მიზეზის გამო თავისთავად. ქალბატონ თამარ, თქვენ ასევე ბრიუსელში განაცხადეთ, რომ მედიის ყურადღება დღეს უკვე ნაკლებადაა საქართველოსკენ მიპყრობილი და მეტად არის გადატანილი ბელორუსიისკენ, ტუნისისკენ და იგივე ეგვიპტისკენ. რა არის ამის მიზეზი თქვენი აზრით? ამაზე თუ მიიღეთ ახსნა? უპირველეს ყოვლისა, აქ პასუხი ალბათ ძალიან მარტივი არის, ეს ცხელი წერტილებია და ევროკავშირს ეს განსაკუთრებით აღელვებს, სწორედ ასევე იყო საქართველოს 2008 წელს. ეს არც არის გასაკვირი. ჩვენ პირდაპირ გვეუბნებოდნენ საუბრებში, რომ ახლა ეს ქვეყნები მათთვის გაცილებით უფრო პრიორიტეტულია, იმიტომ რომ იქ განსაკუთრებით დაძაბული ვითარებაა. მაგრამ რაც შეეხება საქართველოსთან ყურადღების ოდნავ გადატანას, მე ვფიქრობ, რომ იმედგაცრუება თავისთავად ევროკავშირში არსებობს და ლოგიკურად უნდა არსებობდეს, იმიტომ რომ საქართველოს მთელი ამდენი წლის განმავლობაში ვერ დაანახა ევროკავშირს, რომ მას რეალურად სურს ევროპასთან დაახლოება, დემოკრატიულ არა მარტო დემოკრატიულ ხასიათობებს გულისხმობ, არამედ სხვა ვალდებულებებს, იგივე ეკონომიკის და ვაჭრობის სფეროში. მე ექსპერტი არ ვარ და ვერ ჩაუღრმავდები, თუმცა მოვისმინე მაგალითად ევროკავშირის ზოგიერთი წარმომადგენლის საკმაოდ ისეთი კრიტიკული განცხადება, რომ საქართველოს არ ასრულებს იმ ვალდებულებებს, რომელიც მან უკვე ერთ-ერთი მთავარია ანტიმონოპოლიური კანონმდებლობა. მიუხედავად იმისა, რომ დღეს მიხეილ სააკაშვილი ამბობდა, რომ მისი ერთ-ერთი მიზანი არის სწორედ მონოპოლიებთან. იგივე შრომის კანონმდებლობა, რომელიც ასევე ჩვენთვის ძალიან საინტერესოა, იმიტომ რომ სოციალურ საკითხს არეგულირებს და სოციალურ სფეროს ეხება და სხვადასხვა ევროკავშირშიც ძალიან აინტერესებთ. დღესაც კი ბატონი გიორგი ბარამიძესგან ესეთი განცხადება მოვისმენთ, რომ ჩვენ თურმე საერთაშორისო შრომითი ორგანიზაციის ვალდებულებებს და დაკისრებულ ესე ვთქვათ, მოთხოვნებს პირდაპირ ვაკმაყოფილებთ, ეს რეალურად ასე არ არის. თუმცა ასევე ბატონმა გიორგი ბარამიძემ თქვა, რომ შრომის კოდექსთან დაკავშირებით დღეს ის ძალიან ლიბერალურია, მაგრამ ჩვენ ვფიქრობთ, რომ ის გადაიხედება. თუმცა, როდესაც ჩავეკითხეთ და კონკრეტული თარიღი ვკითხეთ, მან ამასთან დაკავშირებით თქვა, რომ ეს თარიღი განსაზღვრული არ არის. ანუ აქაც ევროკავშირს აქვს ძალიან ესე ვთქვათ, კრიტიკული პოზიცია და პირდაპირ ავალდებულებს საქართველოს ხელისუფლებას, რომ ეს კანონმდებლობა ცოტა უფრო სოციალური, ადამიანებზე ორიენტირებული გახადოს. ხომ არ არის იმის საშიშროება, რომ აი ამ პირობების განუხორციელებლობის შემთხვევაში საქართველოს მხრიდან ეკონომიკური კუთხითაც ჩაიქნევენ ხელს საქართველოზე და დაუშვათ უკვე საერთოდ რეფორმებზე საუბარიც აღარ იქნება. რა თქმა უნდა, თავისთავად ეს არ არის გამორიცხული. მე ვფიქრობ, რომ საქართველოს ხელისუფლებას აქვს ახლა შანსი, რომ ევროკავშირს კიდევ ერთხელ დაუდასტუროს თავისი მზადყოფნა ევროკავშირში ინტეგრაციის. თუმცა გარკვეული სკეპტიციზმი, როგორც გითხარით, ნამდვილად თვალში საცემია, როდესაც ევროკავშირში ევროკომისიის წარმომადგენლებთან გაქვს საუბარი. ანუ ისინი იმედგაცრუებას ნამდვილად გრძნობ. ანუ ეს არ არის მხოლოდ საქართველოს მოსახლეობის იმედგაცრუება ასევე არის ევროკავშირში საქართველოს მთავრობის მიერ, ვთქვათ, შეუსრულებელი ძალიან ბევრი ვალდებულების გამო. ამიტომ ინტერესის დაკარგვა ბუნებრივი იქნება, თუ მომავალი თვეების და წლების განმავლობაში საქართველოს ხელისუფლება, ვთქვათ, დაუყოვნებლივ არ შეცვლის აღებულ კურსს. სხვათა შორის, ესეც უნდა იცოდეს საქართველოს მოსახლეობამ, ძალიან ეს ვთქვათ, ცინიზმით და სკეპტიკურად კითხულობენ რეალურად რა ინტერესებს საქართველოს მოსახლეობას და ხელისუფლებას, სინგაპურიზაცია თუ საქართველოს ევროკავშირთან დაახლოება და ინტეგრაცია. ანუ ეს არ არის მხოლოდ ვთქვათ ქვეყნის შიგნით არსებული თემა. ანუ ეს კითხვაც არსებობს. ეს თემაც რა თქმა უნდა არსებობს, თუმცა ამას არაფორმალურ საუბრებში სწავენ, მაგრამ ეს მე ვფიქრობ, რომ ევროკავშირში ბევრს ანაღლებს. ძალიან დიდი მადლობა. თამარ ხიდაშელი იყო ჩვენი სტუმარი. დღეს ამით გემშვიდობებით. ორშაბათს და სამშაბათს პირდაპირ საუბარს ჩემს ნაცვლად თია სიჭინავა წაუძღვება, მე კი ოთხშაბათს დაგიბრუნდებით. ნახვამდის.